პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო და 3 ივლისამდე გაგრძელდება. ჩარიცხვის ვიდეო ინსტრუქცია და საჭირო დოკუმენტების ნუსხა ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე. პირველ კლასში რეგისტრირება სავალდებულოა იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, ხოლო მოსწავლეები, რომელთაც 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, აქ ნებაყოფლობითია და მშობელი თავად გადაწყვეტს, წამოიყვანოს მოსწავლე სკოლაში თუ დატოვოს საბავშვო ბაღში. რეგისტრაცია მიმდინარეობს მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.ms.g. მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს თარიღი, როდესაც მოვახდენთ ელექტრონულად დარეგისტრირებას მოსწავლის, ხოლო შემდეგ 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით სავალდებულოა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოთ სკოლაში. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ვთხოვთ, რომ ყურადღებით მიადევნოს თვალი ვადებს, რათა შეუფერხებლად უზრუნველყოთ ბავშვის სკოლაში რეგისტრაცია.